Ფასო ტელემაყურებლებო, როგორც იცით, საქართველოს ნაკრები 22 მარტს გასვლით მატჩი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს იქნება წლევანდელი გათამაშების ბოლო შეხვედრა ჩვენს პრინციპულ მეტოქესთან. ნაკრები მარიუპოლში ჩარტერული რეისით მიემგზავრება. ამდენად ალბათ გატყდებიან ბოლოს და ბოლოს. რა თქმა უნდა, დამეთანხმები ალბათ, რომ ძალიან ძნელია ორი ტაიმი დაცვაში გაძლოს გუნდმა. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში გეგზელი პასი იქით კვირიკაშვილის მალაბურაძისა კვირიკაშვილისადმი მერე ბოლოშაგერ გადაიკიდა. დაიკარავს. კარგად აბურთი ბოლოს ეს ასარგებლოთ და პირველი ლელო დღევანდელ შეხვედრაში ძალიან კარგია რომ ტაიმის სწრაფი ლელო თუ დავიწყოთ. მე ამას ველოდი კიდეც რომ ასე მოხდებოდა. ჩინებულია ეს ყველაფერი. კაჭარავას ანგარიშზეა პირველი ლელო დღევანდელ შეხვედრაში. ახლა რეალიზაცია უნდა დავარტყათ და ანგარიშიც უნდა გავათანაბროთ. კვირიკაშვილმა გადაკიდა იქა და მაჩხანელი თითქოს აცდა ბურთს თუ რა ვიცი როგორ იყო და ბურთი ისე ახტა რომ პირდაპირ ჩაუვარდა ხელში მერე კაჭარავას. შეიძლება განმეორებით ვნახოთ კიდეც. მე ვთხოვ ყოველ შემთხვევაში ჩვენი გადაცემის რეჟისორს ლევან ლეკვეიშვილს თუ არის ამის საშუალება რომ გვიჩვენოს ყოველივე, მაგრამ ჯერ ვნახოთ რეალიზაცია. და აგუგუნდა ეროვნული სტადიონის ტრიბუნები. მერაბ კვირიკაშვილი ბურთით თქვენს ეკრანზე საფრანგეთის მასის 26 წლის ნახევარმცველი და საქართველოს ნაკრების მცველი დღევანდელ შეხვედრაში 31 შეხვედრას ატარებს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. უკვე 108 ქულა მის ანგარიშზე და შეიძლება 110-იც გახდეს. დარტყმა და ბურთმა გაიარა ძელებს შორის ანგარიში გათანაბრდა 10-ით 10. ეს 46 წუთი. ეს ყველაფერი მოხდა 46 წუთზე. ანუ 6 წუთი დაგჭირდა მეორე ტაიმში იმისათვის რომ ანგარიში ჯერ გავათანაბროთ და გამოვიდოდა ხოლმე 10 ნომერზე იდგა და კარშიც არ ტყავდა. მსოფლიო თასის მონაწილე. დიახ, მე რაღაც მიზეზების გამო არ ვიცი დაგვეკარგა და ნაკრებშიც აღარ აყავდათ. წინა შემდეგ მსოფლიო თასზე აიყვანეს და იქაც ითამაშა 10 ნომერი იყო ჩვენი შეუცვლელი 10 ნომერი აწპალიკო დაიმტვრა იმის მერე. პალიკო ჯიმშელაძე ჩვენი ვეტერანი. ახლა 15. გამორბენი დარტყმა, ზუსტი დარტყმა და წინგავეთით. ასე რომ 28 წუთი რჩება თამაშის დამთავრებამდე და უკვე 13-ით 10-ია ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. პირველად დავწინაურდით ამ მატჩში 57 წუთში. რა თქმა უნდა ეს კარგია, მაგრამ არამც და არამც საკმარისი. სტუმრები განაახლებენ შეხვედრას, კებრალი მოედა. ახლა მაგ არჩევანის დრო აღარ არის ზაალ ალბათ. ბურთი არ ჩანს. ჯობია გამოვიტანოთ და რაღაც გავშირამე შექმნათ. ბურთს ჩვენ ვაკონტროლებთ, ეს ფაქტია. კიდევ ერთი დარტყმა და როგორც ჩანს, ჯერჯერობით მიზანს ისევ ვერ უწია ბურთიანმა მოთამაშემ. და ხელი აქვს საში ჯარიმა ყველა შემთხვევაში. არა, ლელო ჩაევალა და ეხლა ახედან უნდა შევაგდოთ გარდაშ. ახლა დარჩა ის რომ რეალიზაცია უნდა შევაგდოთ რომ როგორმე მატჩი გადავარჩინოთ, ანუ ფრედ დავამთავროთ იგი. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ მატჩისათვის განკუთვნილი დრო, ძირითადი დრო ამოწურულია, მიმდინარეობს ახლა დამატებითი წუთები, რეალიზაცია აუცილებელი პირობა ჯერ ეს არის. წუთი ეძლევა დარტყმისათვის მოთამაშეს, ამასაც გეტყვით რაგბის წესებით. გამორბენი დარტყმა დაის აიტანა ფრე გარანტირებულია 20-ით 20. ახლა ნახოთ დარჩა დრო თუ არა. 47 წუთია გასული მეორე ტაიმის დაწყებიდან. ოღონდ საათის გაუჩერება. არა, მე მგონი საჯებმა დაამთავრეს დღევანდელი შეხვედრა. დიახ, ამ ჯარიმის შემდეგ, რომელიც ჩინებულად დაარტყა მერაბ კვირიკაშვილმა, გაიტანა
აი ახლა განმეორებით ნახავთ ჩვენ ამ ეპიზოდს თუ როგორ შევიტანეთ ლელო მეტოქის ჩათვლის მოედანზე და შემდეგ როგორ გავიტანეთ ჯარიმა, ანუ როგორ გადავარჩინეთ დღევანდელი მატჩი. რა თქმა უნდა,